პასუხისგებაში იქნა მიცემული 5000-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 2000-ზე მეტი ნარკო რეალიზაციაში ჩართული. სახელმწიფოს აქვს ძალიან მკაცრი პოლიტიკა ნარკოტიკების გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. გაიზარდა ნარკოტრანზიტების სამსახური, დაემატა თანამშრომელთა რაოდენობა, შეიქმნა სპეციალური სამსახურები. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტს გააჩნია უახლესი მონაცემთა ბაზები და თანამედროვე აღჭურვილობა, რომლის საშუალებითაც პრაქტიკულად დღეს არსებული ყველა ნარკოტიკული საშუალების იდენტიფიცირებაა შესაძლებელი. თავისუფლად! მინდა დაგარწმუნოთ, რომ სახელმწიფო და საზოგადოება აფასებს თქვენ შრომას და ძალისხმევას. ჩვენ ხედავთ და ვიცით, რომ ყოველდღიური გამოწვევებისა და ფიზიკური თუ მორალური წნეხის მიუხედავად ურყევად დგახართ უსაფრთხოების სადარაჯოზე. უსაფრთხოების დაცვა კი ბოლო წლებია Deep State-თან ბრძოლად იქცა, რომლის წინა ხაზზე პოლიცია დგას. გადატრიალების ყველა მცდელობას ის ზედიზედ იგერიებს და ქვეყნის სუვერენიტეტს განუხრელად იცავს. ქართულმა პოლიციამ საქართველოს სუვერენიტეტის ხელყოფისა და ხელისუფლების გადატრიალების 4 მცდელობა აღკვეთა. დარწმუნებული ვარ, ახალი მინისტრი ბატონი გელაგელაძე ვახტანგ გომელაურის მიერ დაწყებულ საქმეს ძალიან დიდი წარმატებით გააგრძელებს. ძალადობრივი მეთოდით სცადეს საქართველოს პრეზიდენტის სასახლის დაკავება და კონსტიტუციური წყობილების დამხობა, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი. მთავარი ტესტი 4 ოქტომბერი გამოდგა, როდესაც ბრიუსელიდან მხარდაჭერილი გადატრიალების შეთქმულება უწყება მძიმე მორალური და ფიზიკური წნეხის ფონზე წარმატებით გაანეიტრალა. მოგეხსენებათ 2025 წელს 4 ოქტომბერს მოვლენები თუ როგორ უნდათ მშვიდობიანი დამხობა და რეალურად მიიღეს მშვიდობიანი დაშლა მასების. დაანონსებულად იყო ნეპალის სცენარით ხელისუფლების დამხობა და ამ სცენარის განხორციელება დაიწყო კიდევაც და რომ არა ჩვენი პოლიცია, სახელმწიფო დაცვის სამსახური, რომელმაც პირველმა აიღო თავის თავზე დარტყმა უსაფრთხოების სამსახური, რომ არა ეს ამ ყველაფერს შეასრულებდნენ. დააყენებდნენ აქ უბედურებას, გააკეთებდნენ, ტაშსაც დაუკრავდნენ შემდეგ ბრიუსელიდან ასეთ ძალადობის ჩამდენებს. რატომ დაუკრავდნენ, იცით? იმიტომ დღემდე არ დაუგმიათ ეს ძალადობა. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადო ყველა იმ ადამიანს, ყველა შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფს, რომელმაც ძალიან მაღალი სტანდარტით და პროპორციული ძალის გამოყენებით შეძლო აღნიშნული მათი კამპანიის ასე მშვიდობით დასრულება. ამათ დედას უტირეთ, ამათ იმედი აქვს მართლა კახაკალაძეს, საერთოდ რის იმედი აქვს ამ ჩმორებს ამ. კუდი თქვაც ვასროლებთ ამ. რას მიიღებენ აგერ ნახავ. ასაკობრივი პროტესტის ხარჯზე ახალგაზრდების სათავისოდ გამოყენება გარე ძალების უმთავრესი ბერკეტია. სასწავლო პროგრამების შირმის ქვეშ ტვინებს მათ წლების განმავლობაში ურეცხავდნენ. გუშინ გიას ლექციამდე რომ მეკითხა, ვინ ხართ აპოლიტიკური თქო? რამდენი აწევდით ხელს? გულწრფელად ხა ვიცი რომ გუშინ გაიგეთ, რომ ოკეი. რას ნიშნავდა გუშინდელ დღემდე თქვენთვის აპოლიტიკური? აი, რა გეგონათ? რატო გეგონათ თავი აპოლიტიკური? აი ასეთი დემაგოგიით ჩართეს სტუდენტები პოლიტიკაში. რაც სხვა არაფერი ყოფილა თუ არა ქუჩის პროტესტი და გადატრიალება. გია, რომელსაც რევოლუციის ინსტრუქტორი ახსენებს, გირჩი ჯაფარიძის ძმა და ერთ-ერთი ნაცპროფესორია. ზურა გირჩი ნარკოტიკს უწევს პროპაგანდას. გია გირჩი კი სტუდენტთა ძალადობას. სტიმულია, როცა აი ამ ბრძოლის დროს გაიხედავ და გრძნობ თქვენს მხარდაჭერას. ბუნტისა და ქაოსის მხარდაჭერა ნარკოტიკების ფონზე კიდევ უფრო მატულობს. ამიტომ წლების განმავლობაში ბრიუსელის ერთი დიქტატი სწორედ ნარკოლიბერალიზაცია იყო. თელში მიჭირავს კანაფის თესლი, რომელიც არის ჩამოტანილი ოტობაიადან. ეხლა ავიღებ ქოთანს. ეს არის თესლი, რომელსაც ჩავაგდებ. მე ვარ მომხმარებელი, მე დავთესე დღეს მარიხუანა. მე ვფიქრობ, რომ
დღეს მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენი ვალია მაქსიმალურად დაუპირისპირდეთ ფსევდოლიბერალურ დღესასრიგს და დავიცვათ ჩვენი საზოგადოება და ახალგაზრდები კიდევ ერთი მძიმე სენისგან, ნარკომანიისგან, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს. ამ მისიის შესასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო ფესვებს უბრუნდება. სკოლებს, სადაც NGO-ები წლობით, ღიად თუ შეფარვით ნარკოლიბერალურ დამოკიდებულებას აღვივებდნენ. განათლების მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავიწყეთ კამპანია, ნარკოკამპანია და მოიცავს საბოლოოდ ყველა საჯარო სკოლას და ძალიან მნიშვნელოვანია ამ კამპანიის ფარგლებში ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება, ზუსტად იცოდნენ თუ რა საფრთხეების წინაშე შეიძლება ახალგაზრდები აღმოჩნდნენ და ეს ძალიან გვეხმარება. ცალკე ინტენსიური მუშაობა საკანონმდებლო კუთხით მიმდინარეობს. ხდება იმ ნორმების გაუქმება, რომელიც ნარკოდანაშაულთან ბრძოლას უშლიდა ხელს. წინა წლების განმავლობაში ლიბერალური ნარკოპოლიტიკის მიმართულება ერქვა და საზოგადოებას ახსოვს არაერთი გადაწყვეტილება, რომელმაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ნარკოტიკების გავრცელებას საზოგადოებაში, ნარკოტიკების მოხმარების ასაკის შემცირებას. ლიბერალური ნარკოპოლიტიკის გაუქმებამ პოლიციას დანაშაულთან უფრო ოპერატიულად და ეფექტურად ბრძოლის საშუალება მისცა. ასევე გამკაცრდა სასჯელი და ის ნარკორეალიზაციაში ირიბად ჩართულ პირებსაც შეეხო. ამ ცვლილებებმა განაპირობა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი მეტად მოქნილი გახდა სამოქმედო ველზე. ასევე გამკაცრდა კანონის შესაბამისად ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სანქციები. ასევე მარიხუანა როგორც ნარკოტიკი აღარ არის, ასე ვთქვათ, შემომსუბუქებელი გარემოება მისი ქონა და დაბრუნდა, ისე ვთქვათ, იმ საკანონმდებლო სივრცეში, რაც მანამდე არსებობდა და მარიხუანას შეძენა, შენახვა იგივე წესით ისჯება, რაც სხვა ნარკოტიკებთან მიმართებაში არსებობს. საქართველოს სამართლის კოდექსის 260 მოდელს. დაკავებულია ორი პირი, საუბარია დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა მოყვანის ბრალდებებზე. დანაშაული 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. დასჯადი გახდა ნარკორეალიზაციის ხელშეწყობაც. ახლა უკვე ჩართულ პირებსაც მოეთხოვებათ პასუხი. მათ ვინც დააფასოა, შეფუთა ან განთავსების ლოკაციაზე გაავრცელა ინფორმაცია. კანონი აქამდე მათ არ ეხებოდა. და ეს ყველაფერი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ მეტად ეფექტიანები ვიყოთ. გასულ წელს თითქმის 5000-ზე მეტი პირი იქნა მიცემული სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში, რომლებიც ჩართული იყვნენ ნარკოტიკების ნარკოდანაშაულში და შეიძლება ითქვას, რომ უპრეცედენტო რაოდენობის ნარკოტიკების გასაღებაში ჩართული პირი იქნა გამოვლენილი. მთელი წლის განმავლობაში პოლიცია საათში საშუალოდ 1 ნარკორეალიზატორს აკავებდა. ახალი წლიდან კი ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა, რაც სანიმუშო მუშაობასთან ერთად პრობლემის მასშტაბზეც მიუთითებს. მხოლოდ გასული 24 საათის განმავლობაში სამართალდამცველების მიერ თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების შედეგად დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი. ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციისთვის დაკავებული პირები სისტემატურად ორგანიზებდნენ ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციას, მათ შორის სხვადასხვა ლოკაციაზე ნარკოტიკული საშუალების განთავსებას და შესაბამისი შეტყობინების გადაცემას. ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 34 ადამიანია დაკავებული. მათ ნაწილს დიდი ოდენობით ნარკოტიკების რეალიზაციაში ედებათ ბრალი. ბრალდებულებს შორის არიან უცხოეთის მოქალაქეებიც. ნარკოდილერების მასობრივმა დაკავებამ ერთი ტენდენცია გამოავლინა. უმეტეს დანაშაულებრივ სქემაში უცხოელები აღმოჩნდნენ ჩართულნი, რაც ბრიუსელიდან თავს მოხვეულ კიდევ ერთ პრობლემას, უკონტროლო იმიგრაციას უსვამს ხაზს. პოლიციამ გორში, ბათუმსა და თბილისში 6 ადამიანი დააკავა, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებიც. Is
არის. ნარკოპოლიტიკაც და მიგრაციული პოლიტიკაც იყო ზედმეტად ლიბერალური ჩემის აზრით და სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას ისეთი თუნდაც ლიბერალური მიდგომა ამ თემების მიმართ, რომელსაც უკვე ვეღარ გააკონტროლებს. პირდაპირ პროპორციულ დამოკიდებულებაში არის არალეგალური ემიგრაცია და მიგრაცია და ამავე დროს ნარკოტიკების გავრცელება არა მარტო საქართველოში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბის პრობლემა არის ეს. ეს ნარკო და საემიგრაციო ლიბერალიზმის შედეგებია ამერიკაში. ყველა ქალაქში არის უბნები, სადაც მსგავსი სურათია. ასობით ნარკო დამოკიდებული ქუჩაში ყრია უპატრონოდ. მათ შორის არასრულწლოვნები და ბევრი ქუჩაშივე იღუპება. ხოლო დღეს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში გამოცხადდა ამის გამო განგაში და სასტიკი ბრძოლა. თუმცა პროცესები თავადაც ხედავთ, შორს არის წასული. საემიგრაციო პოლიციამ ერთ დღეში 2200 არალეგალი დააპატიმრა. თუმცა გეგმა ყოველდღიურად საშუალოდ 3000 დაკავებაა. ტრამპის პოლიტიკას ხედავთ ამ არალეგალურ მიგრანტებთან დაკავშირებითაც და ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც, მაგრამ არავის უთქვამს, რომ ამერიკა არ არის დემოკრატიული ქვეყანა და თუ კი ჩვენ ვფიქრობთ, რომ რაღაც სხვა საკითხებში უნდა მივბაძოთ ამერიკას, ალბათ ერთ-ერთი ეს არის, რომ მათი მიდგომა ნარკოტიკებისადმი და არალეგალური მიგრანტებისადმი. Deutschland ist Zombieland. ეს გერმანიის ზომბილენდია. უკონტროლო ნარკომანებისა და კრიმინალი ემიგრანტების კვარტლები ნებისმიერ ქალაქში. ამერიკისგან განსხვავებით გერმანიასა და დანარჩენ ევროპაში ჯერ არ გაუღვიძიათ. იქ ჯერ ისევ ბრიუსელის ლიბერალური დიქტატის ქვეშ რჩებიან. და იგივე ელოდა საქართველოსაც, რომ არა მთავრობის გადამწყვეტი ნაბიჯები. საქართველოს ხელისუფლება იქნება უკომპრომისო ნარკოტიკული საშუალებების რეალიზატორების მიმართ. ვერავის მიცემ ჩვენი თანამოქალაქეების, მათ შორის პირველ რიგში ახალგაზრდების მოწამვლის საშუალებას. საქართველოს ხელისუფლება დაიწყო რეალური თავისუფლებისათვის და რეალური სუვერენიტეტისათვის ბრძოლა მოყოლებული 2022 წლიდან განსაკუთრებიდან. მანამდე ფაქტობრივად ჩვენ ვიყავით ნეოკოლონიალიზმის სიტუაციაში დასავლეთის ქვეყნებთან მიმართებაში. ლიბერალური ნარკოკანონმდებლობის დამკვიდრებაც ბრიუსელის დიქტატის ნაწილი იყო და ახლა გადამწყვეტი ნაბიჯებით ხდება ამ პოლიტიკიდან შემოbrunება. რაც მით უფრო საშური იყო, რომ ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა ნარკომომხმარებელთა ასაკი და ამასთან ერთად გაიზარდა გოგონებს შორის მოხმარება. ჩვენ ხელთარსებული მონაცემებით გაზრდილია დაბალი ასაკის მომხმარებლები, ხშირია, როდესაც ნარკოტიკების მომხმარება დგინდება თინეიჯერებში, თუ ადრე ხშირი იყო მამაკაცები, როგორც მომხმარებლები, დღესდღეობით მომატებულია მოხმარება მდედრობის სქესში. ლიბერალური ნარკოპოლიტიკა უმძიმეს შედეგები მოიტანა ჩვენი ქვეყნის 100,000-ობით ნარკოდამოკიდებული 10,000-ობით მსხვერპლი განსაკუთრებით ახალგაზრდებში ჩვენ შევცვალეთ გავამკაცრ ნარკოპოლიტიკა და ამის შედეგებით სახეზეა ყოველდღიურად ხდება დაპატიმრება ნარკოლიაზირატორების არაერთი მცირეწლოვანი და ახალგაზრდა ჩაერთო ამ მძიმესენში და მე საბოლოო ჯამში ძალიან გამოუსწორებელი შედეგები მივიღეთ საზოგადოებამ. აქედან გამომდინარე გადახედა საქართველოს პარლამენტმა იმ მიდგომას, რაც მანამდე არსებობდა და პირველ ჯერზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაწილში საკმაოდ მკაცრი მექანიზმები დაწესდა და გაიმართა ასე ვთქვათ პროცედურული საკითხები, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავის არიდების საშუალებას აძლევდათ ნარკომომხმარებლებს. ბოლო წლებში ძირითადად სინთეტიკური ნარკოტიკები შემოდის ქვეყანაში, რაც ბუნებრივ ნივთიერებებთან შედარებით გაცილებით მძიმე დამოკიდებულებას იწვევს და სიკვდილის რისკსაც მკვეთრად ზრდის. კომერციალი ახსნელიანი ვიალა ერთი. ხო, თავსახური კონდეს. ცელებული არის მეთადონი, ასევე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები,
და ზოგიერთი სტიმულატორული ნარკოტიკული საშუალება, როგორიცაა კლეფედრონი, მეფედრონი, მაღალი სისუფთავის კონცენტრირებული მეთადონი, რომელიც არის კრისტალური ფორმით წარმოდგენილი, თუმცა მომხმარებელს ის ხშირად გონიათ კოკაინი და ხშირია მისი არასწორი გამოყენების შედეგად ფატალური შედეგები. აკრძალვების პარალელურად მწარმოებლები მუდმივად ახალ ნარკოსუბსტანციებს ქმნიან და მათი გაშიფრვა მაღალ ტექნოლოგიურ აღჭურვილობას მოითხოვს, რითაც კრიმინალისტიკის ლაბორატორია სრულად არის დაკომპლექტებული. დამატებით კი 2 მილიონი ლარის აღჭურვილობა ამ დღეებში ამერიკის მთავრობამ ქართულ მხარეს საჩუქრად გადასცა. თანამშრომლობისთვის და მეგობრობისთვის, რომელსაც ეს პროგრამას ამერიკის მთავრობას მიზანზე ორიენტირებული თანამშრომლობის პარტნიორია. საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტი აღჭურვილია თანამედროვე მონაცემთა ბაზებით, რის საშუალებითაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ აღმოვაჩინოთ ფაქტიურად დღეს არსებული ნებისმიერი ნარკოტიკული საშუალება. პროცესი მთლიანად ავტომატიზებულია და ამდენად ზუსტი. დანადგარს თავად შეჰყავს საკვლევ მასალაში რეაქტივები. შემდეგ სპექტრალურად ხდება შემადგენლობის გაშიფრვა, ანალიზი. საბოლოოდ კი კვლევის შედეგი ქიმიური ფორმულის სახით მონიტორზე გამოდის. ნაკლები მასშტაბის, თუმცა არანაკლები ეფექტურობის ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით არის საპოლიციო დანაყოფებთან ინტეგრირებული. ჩვენ გვაქვს ყველა რეგიონში მსგავსი ლაბორატორიები, თანამედროვე ლაბორატორიები, რომლებიც აბსოლუტურად ყველა ნარკოტიკული ნივთიერების, ყველა ქიმიური ნივთიერების დადგენის შესაძლებლობას გვაძლევს. თუმცა არც ერთი ფორმულა საქართველოში სინთეზირებული არ არის და ამდენად საველე სამუშაოები და ნარკოტიკების შემოდინების აღკვეთა დანაშაულის აღკვეთაში უმთავრესია. 2025 წელს შინაგან საქმეთა მინისტრსა და ფინანსთა ministris ერთობლივი ბრძანებით შეიქმნა ჯგუფი, რომლის მეშვეობითაც ვაკონტროლებთ საქართველოს ყველა საზღვარს. შექმნილი ჯგუფის მიერ ხდება რისკების შეფასება და შემდეგ ამ ტვირთების გადამოწმება. ამ სქემით დააკავეს საზღვარზე 250 კილოგრამი კოკაინი, რომელიც ირანიდან ევროპაში ექსპორტირებულ სველ ხელსახოცებში იყო დამალული. ანალიტიკოსთა ჯგუფის შეფასებით მსგავსი ექსპორტი კომერციულად არამომგებიანი იყო და შესაბამისად საეჭვოდ იქნა მიჩნეული. ჩხრეკის შედეგად ხელსახოცებით სავსე კონტეინერში ყოველ შეფუთვაში თითო შეკვრა კოკაინი აღმოჩნდა. გავზარდეთ თანამშრომელთა რაოდენობა, შეიქმნა სპეციალური სამსახურები. ეს სამსახურები შეიქმნა საქართველოს ყველა საზღვარზე, როგორც სახმელეთო, ისე საზღვაო, ასევე ვაკონტროლებთ საფოსტო გზავნილებს. ნარკოდანაშაულთან ბრძოლაში მნიშვნელოვან როლს სპეციალური მოწყობილობები ასრულებს, სტაციონარული და პორტატიული სკანერები, როგორც მთლიანი ტრაილერის, ასევე ცალკეული შეფუთვის შესამოწმებლად. მათი გამოყენებით ახალი წლის მიჯნაზე 31 დეკემბერს 157 კილოგრამი ჰეროინი მარმარილოს ფილებში აღმოაჩინეს. პოლიციის მიერ ამოღებულია 157 კილოგრამი ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი, რომლის საბაზრო ღირებულება ეგრეთ წოდებულ შავ ბაზარზე დაახლოებით 50 მილიონ ლარს შეადგენს. ნარკოტრანზიტი არის ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული, რომელშიც ჩართულია რამოდენიმე ქვეყანა. შესაბამისად, ორგანიზებულ დანაშაულში ჩართული პირების გამოვლენა და მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამას ისიც ემატება, რომ ნარკოტრანზიტის გადაზიდვის პერიოდში ისინი იყენებენ როგორც ლეგალურ კომერციულ გადაზიდვებს და ნიღბავენ როგორც ტვირთში, ასევე სატრანსპორტო საშუალებებში. მაგალითად, ძრავში, რომელიც ერთი შეხედვით ქარხნულად არის დალუქული. მეტადონის ეს კონკრეტული ტრანზიტი რუსულ-აზერბაიჯანული სქემით ხორციელდებოდა. როდესაც ბატონი გეგა გელაძე ინიშნებოდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად, ჩვენ შევჯერდით, რომ ნარკოტიკულ დანაშაულთა ბრძოლა გახდებოდა ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი. და როგორც ხედავთ, შინაგან საქმეთა ხელი მინისტრი ამ მისიას ძალიან დიდი წარმატებით ასრულებს. მინისტრად მისი დანიშვნიდან არის თვეზე ნაკლები გასული. ამ პერიოდის განმავლობაში მას შეძლო უპრეცედენტო რაოდენობის 300 კილოგრამი ჰეროინის ამოღება. ჩვენ როგორც საზოგადოებას დავპირდით დაახლოებით 8 თვის წინ, როდესაც ჩემი წარდგენა იყო ამ პოზიციაზე, ჩვენ შევქმნით სპეციალიზირებული დანაყოფი, რომელიც უშუალოდ არის ორიენტირებული ნარკოტრანზიტზე და სწორედ ამის შედეგია ის, რომ როგორც თქვენ ბრძანეთ, რამდენიმე ასეული კილოგრამის სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერება იქნა ამოღებული. უპრეცედენტო მასშტაბის ნარკოდანაშაული აღკვეთა ამოღებული ჰეროინის ფასი
85 მილიონს აჭარბებს. ნარკოტიკის საქართველოს გავლით ნიდერლანდებში უნდა გაგზავნილიყო. სამართალდამცველებმა თბილისის აეროპორტში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი აღმოაჩინეს, ის ბრიტანეთის მოქალაქეს სამგზავრო ჩანთით ჰქონდა. მსგავსი ტვირთების აღმოჩენაში პოლიციას ძაღლებიც ეხმარებიან. მინისტრის ინიციატივით მათი რაოდენობის გაზრდაც იგეგმება. ბათუმსა და ქუთაისში კი ახალი ვოლიერების მშენებლობაც. ჩვენ შევიძინეთ ძაღლები და დაახლოებით მარტის ბოლოდან უკვე გვექნება საშუალება, რომ ყველა საზღვარზე, ეს იქნება სახმელეთო თუ საჰაერო, ეს იქნება გეზი თუ საფოსტო გზავნილები, ყველგან იქნება შესაბამისი დანაყოფი, რომელიც შესაბამისი დანაყოფი თავისი ძაღლებით, რომელსაც შესაძლებლობა იქნება სხვადასხვა ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენის. კინოლოგიურ სამსახურს ევროპის საპოლიციო სამსახურიც ეხმარება. იმ ფონზე, რომ ევრობიუროკრატები ქართულ პოლიციას ძალადობაში დებენ ბრალს და სანქციებს უწერენ, თავად ევროპოლში კარგად იციან, რომ ეს პოლიტიკური ფარსია და თანამშრომლობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ. მეტიც, საქართველოში ჩამოდიან გამოცდილების გადასაღებად. მარტში ახლა იგეგმება ძალიან დიდი კონფერენცია ინტერპოლის მიმართულებით 80 ინტერპოლის წარმომადგენელი 80 ადამიანი ეწევა მარტში ამ კონფერენციას ორგანიზებულ დანაშაულთან მიმართებაში. ბრიუსელი კი Deep State-ის დღის წესრიგს მიხვდება. ქართულ პოლიციას მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობას აბრალებს და სანქციებით ემუქრება. ბრიუსელის კაკაფონიის მიუხედავად, საერთაშორისო პროფესიონალები ამას ხედავენ, აანალიზებენ და სწორი დასკვნებიც გამოაქვთ. საერთაშორისო ოფიციალურ პირებს, რომლებსაც გვიწევს, რა თქმა უნდა, ხშირი შეხება და ხშირად ვეუბნები რა, რომ მართლაც მაგალითია აბსოლუტურად ყველასთვის. არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ბევრი ქვეყნისთვის რამხელა სტანდარტით და პროპორციული ძალა აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი. პროპორციული ძალა იქნა გამოყენებული. არც ათობით დაშავებული პოლიციელი, არც პრეზიდენტის სასახლეში შეჭრილი მეხუთე კოლონა, ცეცხლმოკიდებული თუ დამტვრეული ინფრასტრუქტურა ბრიუსელს არ შეუმჩნევია. ეროვნულ რელსებზე მდგარი მთავრობის დისკრედიტაცია მისთვის უმთავრესია. BBC-ისთვის შეკვეთილი რეპორტაჟი აქციებზე ქიმიური რეაგენტის, კამიტის გამოყენების შესახებ ამ ძალისხმევის კულმინაცია იყო. კანის აკერცვა, რაღაცა არანორმალური ქავილები. მან დამიდასტურა, რომ ეს არის რაღაცა უცხო ნივთიერებებისგან გამოწვეული კანის პრობლემა. რამდენიმე ასეთი ისტორიით შექმნეს ნარატივი, თითქოს პოლიციამ კამიტი გამოიყენა. ხუთავი აერი, რომლითაც პირველ მსოფლიო ომში გერმანიამ მტრის მილიონი ჯარისკაცი გაწყვიტა. თბილისში კი გელა ხასაიას მხოლოდ კანი აუქერცლა. ამ აბსურდს ბრიუსელმა გამოძიების მოთხოვნა მოაყოლა. Deep State მედიამ კი აჟიოტაჟის შექმნა სცადა. ხელისუფლება მიტინგების დასაშლელად წყლის ჭაუში სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ძლიერი ტოქსიკური ნივთიერება ბრომობენზილციანიდი, ცნობილი როგორც კამიტი დაამატა. კამიტი ქიმიური იარაღია, ძლიერი და ხანგრძლივი მოქმედების ტოქსიკური ნივთიერება. მეტი ეფექტისთვის მაგიდაზე წყლის ბოთლით და აირწინაღით ეს რადიოთავისუფლების წამყვანია, რომელიც თითქოს წუთი-წუთზე პოლიციის შევარდნას ელოდება, რომელიც კამიტს შეასხამს. რადიოთავისუფლება მისმა დამფუძნებელმა, შეერთებულმა შტატებმა აკრძალა და დახურა. თუმცა ახლა ბრიუსელის დაფინანსებით განაგრძობს საინფორმაციო ომს. ასეთი ტიპის ტყუილებს ერთად თხზავენ ჩვენი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი პატრონები. რაც არ არსებობს ბუნებაში, რა თქმა უნდა, იმაზე ვერაფერს ვერ წარმოადგენ. აქედან გამომდინარე, ჩვენ შევიტანეთ სარჩელი BBC-ში და რა თქმა უნდა, ველოდებით მათ რეაგირებას. ამასობაში კი Deep State მედიის ყვალად აჟიოტაჟის შენარჩუნებას ნაცმედიაც ცდილობს. ახლა მოვისმინეთ, რომ BBC ეს ინფორმაცია მტკიცებულებების გარეშე მოამზადა. ამას ადასტურებს, მათ შორის ინფორმაცია, რომ კითხვა ვერ გავიგე. მოამზადა თუ არა ეს ინფორმაცია. თუმცა ჭიქაში ქარიშხლის გარდა ვერანაირ აჟიოტაჟს ვერ აწყვეტენ. მე პირადად გავეცანი
ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუწყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. ისინი სრულად შეგნებულად წავიდნენ ტყუილზე. ეს არ იყო შემთხვევით გაბარული სიცრუე, ეს იყო შეგნებული სიცრუე, რაზეც სამწუხაროდ წავიდა BBC ერთ დროს მაღალი რეპუტაციის მქონე ტელევიზია. რა თქმა უნდა, ეს იყო აი ამ დიდი კამპანიის ერთ-ერთი ნაწილი. ვერ შედგა ბუნებრივია იქიდან გამომდინარე, რომ მთავარი იარაღი არის სიმართლე. მორიგი პროვოკაციის ჩავარდნას ნაცმედია ისევ პოლიციას აბრალებს. აღშფოთებულია და შესაბამისად შინაგან საქმეთა მინისტრის მიმართ სალანძღავ სიტყვებსა თუ ცრუ ბრალდებებს არ იშურებს. ახალი შინაგან საქმეთა არალეგიტიმური მინისტრი დიდი ნაციონალური წარსულით სულ ცოტა ხნის წინ ირაკლი კობახიძემ წარუდგინა ძალოვანი უწყების თანამშრომლებს. ნაციონალურ წარსულს სხვა დროს საქებრად იყენებენ. მინისტრის შემთხვევაში კი ხანგრძლივი გამოცდილება წამოსაძახებელი გახადეს. ტიპური ორმაგი სტანდარტი ბრიუსელის სტილში. ბატონი გელა იკავებდა ჯერ განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის თანამდებობას, მოგვიანებით თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობას და დღემდე ის იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას. როგორც უკვე მოგახსენეთ, დღიდან ბატონი გელა უკვე შეასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას. მე მინდა ბატონ გელას უსურვო დიდი წარმატებები ამ თანამდებობაზე. მოვიდა ახალი მინისტრი გელა გელაძე, რომლის სახელსაც უკავშირდება ნიკამელიას გატაცება ოპოზიციონერი პოლიტიკოსის სავარაუდოდ სწორედ ახალი მინისტრის ბრძანების საფუძველზე გაიტაცეს. ხედავთ ახალ მინისტრს. მორიგი გამოგონილი ბრალდება და როგორც ყოველთვის ისევ სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. ბატონ მელიას მოსატაცებელი არაფერი აქვს ნამდვილად. რა ვიცი, რაზე აქვს მას პრეტენზიები, მაგრამ ეს არ არის ის ტერმინი, რომელთაც მან შეიძლება ესაუბროს. ის იქნა დაკავებული ადმინისტრაციული წესით. ბრიუსელის და მისი მეხუთე კოლონის შავი პიარი უკვე სრულად გაშიფრულია და არავისზე აღარ ჭრის. შესაბამისად, ევროპოლი, ინტერპოლი, ამერიკისა თუ რეგიონის საპოლიციო სტრუქტურები ქართულ პოლიციას მაღალ შეფასებას აძლევენ და მჭიდროდ თანამშრომლობენ. მაისში თანამდებობის დაკავების შემდეგ ბატონმა გელაძემ მკვეთრად განამტკიცა ჩვენ უწყებებს შორის თანამშრომლობა და ეს მისი ლიდერობის პირდაპირი დამსახურებაა. გავაფორმეთ მემორანდუმი, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროებს შორის კიდევ უფრო გაძლიერება საპოლიციო თანამშრომლობის, ასევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის, ისე მიგრაციის დეპარტამენტის და სასაზღვრო პოლიციის დანაყოფების თანამშრომლობა. ჩემი მეგობრის გეკა გელაძის ვიზიტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩვენ ორებს შორის ისტორიულ მეგობრობას უწყებრივი თანამშრომლობით კიდევ უფრო განვამტკიცებთ. ნარკოტრანზიტის უპრეცედენტო გამოვლენის ფონზე ქართულ პოლიციასთან თანამშრომლობა სულ უფრო მიმზიდველია. მით უმეტეს ევროპისთვის, რადგან სატრანზიტო გზა ყველა იქით მიდის. ნახევარი ტონა ნარკოტიკიც, რომელიც 7 თვეში დააკავეს ქართველმა პოლიციელებმა, იქ მოხდებოდა. ახლა კი ნიჩბით ღომელში ყრიან და წვავენ. მასთან ერთად იწვის ევრობიუროკრატთა ანტიქართული კამპანიაც.